ვარდების ბაღში დმანისის ფოლკლორული ანსამბლის შკარიდას კონცერტი გაიმართა. საღამოზე ანსამბლმა უძველესი სვანური სიმღერები და საგალობლები შეასრულა. შკარიდა 12 წლის წინ დმანისში გურგენ გვიჩიანის ხელმძღვანელობით სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებისგან შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლის წევრებმა არაერთი უძველესი და მივიწყებული სვანური საგალობელი და სიმღერა აღადგინეს. აღდგენილი საგალობლები, ღვთისადიდებელი ჰიმნები, რომლებიც მივიწყებული იყო, ნაწილ-ნაწილ რო იყვიან ფრაგმენტ აღადგინეთ დავამუშავეთ ანსამბლმა და გამოვიტანეს სამსჯავროზე აი ამ კუთხით. შკარიდა შეიქმნა სპეციალურად ისეთი სიმღერების აღსადგენად, რომლებიც მივიწყებული იყო და ამასალმა ძალიან დიდი ღვაწლი გასცია სვანური სიმღერის აღდგენაში, გაცოცხლებაში, ისეთი ვარიანტების გაცოცხლებაში, რომლებიც თვითონ სვანეთში დაკარგული იყო.